ჩვენს პლანეტაზე მრავალი სახიფათო მცენარეა. ხშირად მათ ადამიანების საერთოდ ვერ აღიქვამენ საშიშ ორგანიზმებად. დღევანდელ რუბრიკაში წარმოგიდგენთ 5 ყველაზე სახიფათო მცენარეს მსოფლიოში. ხუთეულს ნეფენტას ათენბეროუგი ითვხსნით. ეს მცენარე ხარობს ვიქტორიას მთაზე ფილიპინებში. იგი ხორცის მჭამელი მცენარეა და გამოყოფს ნექტრის მსგავს ნივთიერებას, რომელიც იზიდავს მსხვერპლს ფერმენტების და მჟავის მორევში. წებოვანი ნივთიერებების გროვების მეშვეობით შეუძლებელი ხდება მსხვერპლის მცენარიდან თავის დაღწევა. ამ მცენარეს 30 სანტიმეტრიანი დიამეტრი აქვს, რაც მღრღნელების მახეში გაბმის საშუალებას იძლევა, მაგრამ მისი ჩვეულებრივი საჭმელი მაინც მწერებია. კოკისებური მცენარეები, რომელთა 600-მდე სახეობაა, იზრდებიან იმ ადგილებში, სადაც აზოტის დეფიციტია და ამის გამო ნუტრიენტები ასუსტებენ მცენარის მსხვერპლს. მეოთხე ადგილზე კიკუტა დოუგლასია. ითვლება, რომ ეს მცენარე ყველაზე შხამიანი მცენარეა ჩრდილოეთ ამერიკაში. წყლის კონიო შეიცავს ტოქსიკანტ ციცუტოქსინს, რომელსაც შეუძლია ცენტრალური ნერვული სისტემის მწყობრიდან გამოყვანა, რაც გამოიხატება ადამიანის კრუნჩხვებში ჩავარდნაში და კუნთების შეკუმშვაში. წყლის კონიო განსხვავდება შხამიანი კონიოსაგან. ის ადამიანს კლავს სასუნთქი სისტემის პარალიზებით. ეს ორივე მცენარე სტაფილოს ოჯახს მიეკუთვნება. მესამე ადგილზე წარმოგიდგენთ ეუპატორუმ რიგოსუმს. ამ მცენარით გარდაიცვალა აბრაამ ლინკოლნის დედა ნენსი ჰენქსი. მისმა ძროხამ შეჭამა გველისძირა და რძე მოიწამლა. ამ რძის დალევის შემდეგ კი ნენსი ჰენქსი გარდაიცვალა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს უჯერ ალკოჰოლს ტრემეტოლს, რომელსაც შეუძლია პირუტყვის კუნთების შეკუმშვა, სანამ მას მოკლავს. 19 საუკუნის განმავლობაში ხალხი ცდილობდა აეხსნა თუ რით კვდებოდა მათი საქონელი. ეს ფაქტი ამოუხსნელი იყო იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა ამოხსნა ეს ფაქტი და შემდეგ სწრაფად გაავრცელა მთელს მსოფლიოში. დღეს თეთრი გველისძირა კვლავ ფართოდ იზრდება, მაგრამ მისი გავრცელების კონტროლმა თავიდან აიცილა მისი შხამით საქონლის მოწამვლა. მეორე ადგილზე ბრეგმანსია, დახრილი და თვალის მომჭრელი ანგელოზის საყვირის ყვავილი, ხარობს სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ის შეიცავს ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებების გროვებს, რომლებიც შეიცავს ათროპინს, ჰიოსკიამინს და სკოპოლამინს. კოლუმბიაში კრიმინალებმა ამ მცენარიდან გამოყვეს სკოპოლამინი და გამოიყენეს ძლიერი ნარკოტიკული მოქმედებისთვის. სკოპოლამინს კანი და ლორწოვანი გარსიც კი იწოვს და მისი სახეზე შეყრაც კი კმარა ადამიანის მოსაკლავად. პირველ ადგილზე კი წარმოგიდგენთ ნერიუმ ოლეანდერს. ეს შესახედად ლამაზი, მარადმწვანე ბუჩქი მსოფლიოში ყველაზე შხამიანი მცენარეა. ამ მცენარის ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გულის ამაჩქარებელ გლიკოზიდებს. მას რაღაც ოდენობით სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ, მაგრამ ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს. სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენებით ოლეანდრით მრავალი ადამიანი დაიღუპა. ხალხს ხშირად თვალს ჭრის ამ მცენარის სილამაზე და ფერები, მაგრამ მისი მოწყვეტა არ შეიძლება. იმდენად საშიშია, რომ თუ მისი შხამი სხეულში მოხვდა, გულს მომენტალურად აჩერებს.